გურულებისთვის საერთოდ გადამწყვეტი არის პირველი ეფექტი. მაგალითად, თუ გურული ჩათვლის რომ რაღაცა ისე იზამ რომ ჭკვიანი ხარ, რაც არ უნდა იდიოტობა და სისულელე გააკეთო, გურული იტყვის რომ ბიჭო ამ ჭკვიან კაცს აირაფერ დაემართა, ხო? ხო, მაგრამ თუ გურული ჩათვლის პირველი ეფექტით, რომ შენ აბდალი ხარ, ხო, რაც არ უნდა გენიოსური თქვა ან გააკეთო, იტყვიან ბიჭო ამ აბდალს თუ ხედავ, შენ რა ბიჭკვიანურად ლაბარაკობ. მოსამართლეებს რატო არ აკურთხებენ? გაქრებიან. მაგათ რომ წმინდა ის რა ქვია, დაკურთხი წყალები ასხა, ნაღდიდე იწოვიენ. ცეცხლი გაეკიდებათ პირდაპირ მნიშვნელობით. არა, ჯერ დაკავებული არ ვარო, თორე გულგრილი არ ვარო, არ ვთქვა. არა. თანამდებობის მიმართ არ ვარ გულგრილიო და ამიტომ ვერ ტოვებს. თანამდებობა მოსწონს, უყვარს. გაითავისა ოზურგეთის მერიამ პირველივე წელს 2022 წელს გამოაცხადა ტენდერი 300,000 ლარზე ინფრასტრუქტურული პროექტების შემუშავებისათვის ხარჯსაღრიცხვისათვის და ეს მოიგო ოზურგეთის მერის მოადგილეებმა. მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლობო, პირველ რიგში ბოდიშ გიხდით რომ ძალიან გაგვეწელა ეს შვალედი, მაგრამ გაგვიგებთ ალბათ და ცხადია ის მიზეზებზე აღარ ვისაუბრებთ, რა მიზეზებმაც ეს განაპირობა, უბრალოდ მძიმე დღეები იყო, განსაკუთრებით ჩვენთვის აღმსარებლობით მართლმადიდებლობისათვის, ისევე როგორც ყველა ქრისტიანისათვის და ყველა რელიგიური აღმსარებლობის მიმდევრებისათვის, რადგან პატრიარქი ილია მეორე თავისი ნახევარსაუკუნოვანი ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლობის პერიოდში გამოირჩეოდა ტოლერანტობით, ბევრი სხვა დადებითვისებებთან ერთად და ეს ტოლერანტობა იყო მართლმადიდებლური ეკლესიის პოლიტიკის რანგში აყვანილი უწმიდესის მხრიდან. ნიშანდობლივია ის ფაქტის თუნდაც, რომ აი ბაირამობა ჩვენმა მუსლიმმა თანამოქალაქეებმა, მუსლიმათებმა ყოველგვარი საზეიმო ღონისძიებების გარეშე ამ დღეებში ძალიან მოგზალებულად აღნიშნეს. ვიმედონებთ, რომ ახალი პატრიარქის არჩევა ამ ჩვენს პატრიარქის ნახევარსაუკუნოვან შრომას ავტოკეფალურობასთან დაკავშირებით არ ჩაყრის წყალში და ავტოკეფალურობა არ იქნება ფიქცია, მით უმეტეს საოკუპაციო რეჟიმის პირობებში ეს სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ არსებობს და დიდი ალბათობით შესაძლოა ეს ინსტიტუციას მიიტაცოს რეჟიმმა და ქართული მართლმადიდებლური ეკლესია გახდეს რუსული კგბ-შნიკური ეკლესიის ნაწილში. ანუ დავბრუნდებით 1800 პირველი წლის დაუბრუნდებით 1800 პირველი წლის მდგომარეობას და არ მივიღებთ ახალ ეგზარხოს. მოკლედ მე თავს ვერ მივცემ უფლებას, რომ კიდევ უფრო ხრმად შევიდე ამ თემაში, ჩემი კომპეტენციიდან გამომდინარე. მაგრამ ეს ისეთი საფრთხეა, უფრო ხრმად განვიხილოთ ეს საკითხი. ხო, მაგრამ ეს ისეთი საფრთხეა, რომელიც ჩემი დონის ადამიანისთვისაც კი თვალხილულია და ამ საფრთხეებზე ნებისმიერ შეუძლია საუბარი და ნებისმიერ შეუძლია პოზიცია დააფიქსიროს და იგრძნოს ეს საფრთხე დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, როცა რეჟიმს ყველა ინსტიტუცია აქვს 100% ოკუპირებული, თუ შეიძლება ასე ითქვას და საპატრიარქოშიც არ ქონია პრობლემა, მაგრამ ყოველთვის იყო და ეს მაგრამის მოხსნა უნდათ ახლა მე მგონი. მივესალმები მეც მაყურებლებს, აქვე გადავიდეთ ახლა ჩვენს ფორმატში და თქვათ, რომ გადავახდით როგორც იქნა 1000 გამომწერს, რაც ძალიან გვიხარებს და გვიხარია და გვახარებს YouTube-ზე, ხო? და იმედი მაქვს, რომ კიდევ გაგრძელდება, ესე ვთქვათ, ინტერესი ჩვენი პოდკასტის მიმართ. დღეს ცოტა განსხვავებულ ფორმატში ვიქნებით, ანუ თემატიკის მიხედვით არის ნიუსები დაწყობილი და დავიწყებთ ძალიან საინტერესო ესეთი თემატიკით. უმნიშვნელო ამბები პარემაქვი რომელიც არ გეწყინება. პარემაქვია დავაანონსოთ, ეს ძალიან ის არის, მე ძალიან მომწონს ეს. ეს რომ არ გეწყინება ისეთი დანაშაული. ხო, ეს არის რაღაცა წინვალე მიკნება, მადლობა ხმას. მაგიური რეალიზმი, გამჭვირვალე ნეპოტიზმი და უმნიშვნელო ამბები რა. ოღონდ ეს უმნიშვნელო ამბები როგორია, იცი რომ მნიშვნელოვანია, მაგრამ რომ არ მოხვდა ტოპებში რა. ალბათ ეგ არის. ყოველ შემთხვევაში როგორც მაყურებელმა იცის, თემები ჩვენ არ ვიცით და ეხა ამოგვივა, ალბათ რაღაც ამბები გვეცოდინება თავისთავად, თუმცა რა ვიცი. დავიწყოთ. სტყორცნე ბატონ ვლადიმერო. მე? კი, ახან შენ გახსენი, შენ სტყორცნე. აჰა, კარგი პატიცემულო.
ცოტა ისეთი არის რა. აი მე უმზადებ სექტორში მოხდეს თავარია რა. რომ არ გეწყინოს ისეთი დანაშაული მინდა რა. კი, რომ არ გეწყინება ისეთი დანაშაული, ეგ არის და დაიწყე. აი ეს არის. ვაიმე დედა, არაფერი ისეთი. ოზურგეთის დასუფთავების სამსახურის ტრაქტორი შხრეშის მოპარვისას დააკავეს. ბუნჩულ ამბავია. როცა კორუფციას მიაქვს ხეიდამიწა, აგერ კორუფციას ხრეში მიაქვს ჩვენთან. ამაშიც ვერ ვიმარგე. პატარა რას ხო? არა, პირიქით შეიძლება ითქვას, რომ პირდაპირ გაგებითაც კორუფციას მიაქვს მიწა. არა, საინტერესო ამბავია ეგ. ეგ საინტერესო ამბავია, ეს არის ალბათ სოფელ შრომის ამბავი, როცა გენერალურმა გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურმა დააკავა ტრაქტორი, რომელიც ახორციელებდა ინერტული მასალის მოპოვებას. ეს ტრაქტორი იყო დასუფთავების სამსახური, ოზურგეთის მერიის ტრაქტორი და უბრალოდ ამათმა გამგებელს ეთყობა პირდაპირ ვერ გაუბედენ. ალბათ და მოხდა ის, რომ დასუფთავების სამსახური მივიდა მერთან მე და ითათბირენ და გაუშვენ გარემოს დაცვის, მაგრამ ამ დროს კანონმდებლობით თურმე ტრაქტორი ექვემდებარება დალუქვას და კონფისკაციას. ხო და აღმოჩნდნენ ძალიან სერიოზული პრობლემის წინაშე. ანუ რა გამოდის ეხლა რომ მერია საკუთარ მუნიციპალიტეტიდან იპარავდა ხრეშს? ხო. კი, საკუთარი ტრაქტორით. და ამისთვის მე უთხრა ზედამხედველობის სამსახური გაუშვა იქ და ზედამხედველობის სამსახურმა რომ მივიდა და დაალუქა კანონმდებლობით ტრაქტორი ექვემდებარება კონფისკაციას. აუქციონზე უნდა გაიყიდოს და მიყენებული ზარალი უნდა ანაზღაურდეს. ხო. და რამდენიმე სასამართლო პროცესი დაჭირდა, არ ვიცი ახლა მურუსიზე ჩაერთო თუ არ ჩაერთო. ვიდა, ანუ მერია ვის წინააღმდეგ იყო? გარემოს დაცვა დასუფთავების სამსახურის წინააღმდეგ. და ესე იგი გადავრჩით ამ რაღაც 100,000-იან თუ რაღაცა ტრაქტორის მურუსიზე ჩაერთო თუ არ ჩაერთო არ ვიცი, მაგრამ სასამართლო მოკლედ ყადაღა ახსნა ამ ტრაქტორს. კიდე კაი, თორე ვიღაცა ტენდერში გიყიდდა მაგ ტრაქტორს და ჩვენ მუნიციპალიტეტი დავრჩებოდი ტრაქტორის გარეშე რა. ხო, მაგრამ იზარალი როგორ ვიცი რომ გამგებელი აანაზღაო. მე მგონი დააჯარიმენ 2000 ამნიუსის სათაური უნდა ყოფილიყო რომ პატარა ხრეში წაცუცქდა. მოიპარა ნამედანი ხმა. არა, ხო ჩვენ უნდა შევიდეთ შრომის გამგებლის მდგომარეობაში. ოზურგეთის მერის წარმომადგენლის შრომის ტერიტორიულ ერთეულში. ხო. ესე იგი, რა უბედურება ეს ხრეში ზერ მოუპარავს კაც. არა, შეიძლება როგორი ამბავი იყო, იცი რომ მან დეგანდაზე არ მუშაობდა მისი ჭკუის აკლემის გურდი და ნემსის გურდიოდა. აი ხრეში ყრია და რა იქნა თუ წევიღეო რა. ხო, რა იქნა, მაგრამ იქ კაი ბიჭებიც იყვნენ ძმო. ვა, ძალიან სერიოზული ამბავი. სერიოზული ამბავი იყო, საქმის გარჩევები და რა ვიცი რა. ანუ მოპარული და წილი მოითხოვა. კი, რაზბორკები, რაღაცები. შენ ძმაო თუ იპარავ, მაშინ ოფშიაქში ჩადე რაღაცაზე. ანუ თლად რო არ გეწყინება, თლად ისეთიც არა. არ გეწყინება. არა, ყველა რაღაცა ჩალიჩობდა. კარჩე, საცოდაომა ტრაქტორმა წაცუცხრა და მე ამ ტრაქტორს დააჯდა. არა, არ გეწყინებათ, იმიტომ რომ ეს ვიღაცის ჯიბეში კი არ მიდიოდა, ეს მიდიოდა ქართული ოცნების საარჩევნო შტაბში. ძალიანაც კარგი აქტივისტების, ადგილობრივი აქტივისტების ეგრეთ წოდებული ბჭყალებში კარმუშკა იყო ეს ხრეში. ყველაფერი გასაგები. ეს ვერ გაათვალენ თავის დროზე, ისე როგორც იურიდიული ნიუანსები, როგორც არის კონფისკაცია მაგალითად. მოიშვით, აქვს ჩაბოლო ტრაქტორი? ტრაქტორი, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით შევინარჩუნეთ კბილებით. ოკეი, შვედიერი, ანუ პოზიტივის არის. დიდი მადლობა ირაკლი გაბედავას დასუფთავების სამსახურს, რომელმაც თავისთავად შეცდომები დაუშვა, მაგრამ შემდეგ სავარია რომ შევინარჩუნეთ, კაცო, ეხლა წარმოიდგინე ეს ტრაქტორიც რო გაიყიდა რა დღეში აღმოჩნდებოდი. ხრეში ხო ხრეშად მოგპარეს და პახოვდო ტრაქტორიც აგვახიეს, ნამეტანია. აი ბატონო, შვენიერი, ეხლა ჩემი ჯერია სტორცნის. ბატონო სტორცნეთ. რაო? მაგიური რეალიზმი. სად არის მაგიური რეალიზმი? აი მაგიური რეალიზმი. ეს რაცხა ნამეტანი ჩახუჭუჭებული სექტორია. მაგიური რეალიზმის სექტორი. ივანიშვილის ასტროარქეოლოგი ამბობს, რომ საიდუმლო ინფორმაციას დილის 4 და 7 საათის შუალედში ძილბურანში იღებს. ეს ასტროლინგვისტიკის ამბავია. ამაზე მოკლედ თემა ირმა იღლიცინა. თუმცა ერთ კარგ იმას გადავაწყდი ამას წინებზე პოსტს, რომ
აი ეგრეთ წოდებული პირველი ლედი რო ამერიკაში გამოდიოდა, აი თუ ვინმეს გაინტერესებდათო ერთ-ერთი მომხმარებელი წერდა, ეს არის ასტროლინგვისტიკის ხარისხი აქვს დაცული ამ ქალბატონსო რა. ხო და რა ვიცი, სხვათა შორის ერთი ამბავი იყო რომ იმ პირობებში, როდესაც ილიაუნის აუქმებს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება და უტევს ყველანაირად მართლა ისეთ უნივერსიტეტებს, სახელმწიფოს, რომელიც რეალურად მართლა კარგი ხარისხით არის სწავლება, ერთი პერიოდი ქუთაისის უნივერსიტეტში ეს ასტროლინგვისტიკა იყო და ამას იძახოდნენ რომ კვლევამ გამოავლინა რომ ესო კაცო კვლევით დადგინდაო რომ ეს ასტროლინგვისტიკა უნდა იყოს სასწავლო კურსშიო რა. კითხვა შეიძლება ბატონოთა. ვისთან ჩემთან თუ ალეკოცით თქვენთან. გამოუშ რამედ ეს თქვენ ანასეულიდან ძანდებით მეცნიერის ოჯახში დაბადებული გაზრდილი და აი ანასეულის ბუნებასარგებლობის ინსტიტუტი ფუნქციონირებს? ეს სასწავლო უნივერსიტეტს მეკითხები? არა, რამდენი წელია. აი ლავრენტი მაგდაუშვა შეცდომა ხომ ტყლებებდა ახლა და ასტრო რა ქვია? ასტროლინგვისტიკა. ასტროლინგვისტიკას აშკარად ტყლებებდა რა. აი ესე მარტივად აი მიმიქარავს 8 პუნქტიანი გეგმა რა. ესე მარტივად გავიარეთ სურეალიზმის ამბები, მე მგონი შეერია. ვაიმე და ისევ რომ არ გეწკინება ისეთი ამბებში ხარ რა. მართლა? კი, იმიტომ საათის ის სექტორიც მაგას ეკუთვნის და საათის ის რიტმოდი. მოგე ჩენ ეს სექტორი ისე მოგწონს მარტო მაგას უმიზნებ, ხო? ეს ორივეა, კაცო? ლანჩხუთში საბავშვო ბაღი, რომლის მშენებლობას 9 მილიონ ლარამდე და რომლის მშენებლობა 9 მილიონ ლარამდე დაჯდა, ვერ იხსნება. მიზეზი მათი მეტყულ ზონაში აშენება რა. წკიბზეა საქმე მისული, მეც და ალეკოც, ლანჩხუთის მერი, ანუ ეს საუბრობს ბატონი ბესარიონ-ტაბიძე, დავით ამაშენებელი. ხო, ის სპეტაკი კაც. ყოველდღურად უკავშირდებით ამ თემაზე მუნიციპალური განვითარების ფონდს, რომელსაც შენობა ჯერ არ ჩაუბარებია. ხო, ბექგრაუნდში არის რომ აღნიშნავს სპეტაკი კაცი და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. ამავდროულად. შვედიელი. ეს ალბათ იგივე არის, რადგან ერთად. კი, იგივე არის და ერთი ანეკდოტი გამახსენდა, ეს რაჭველებმა როწისქვილი ააშენენ და ნუ ახლა პურმარილი გამზადდა და ხელი უნდა დაებანათ რაჭველებს და აღმოაჩინეს რომ ხელი ვერ დაებანენ, წყალი არ ყოფილა და მერე მიხვდნენ რომ წყალი არ ყოფილა და მერე აბა წისქვილი რატო ავაშენეთო და წყლის სისქვილი ააშენეს. წყლის სისქვილი ააშენენ ხო და აი ისეთ რაღაცასთან გვაქვს საქმე რა. მაგ სხვადასხვა ხშირად ხდება ნინოშვილში და მეორე სოფელი არის მაგ ცოტა იქეთა ხაჟალიაში ერთობილივი წყალსადენი გააკეთენ მუნიციპალური განვითარების ფონდის პარკლებში და ეს არც თუ ისე დიდი ხნის ამბავია და აღმოაჩინენ რომ წყლის დებეტი არ ყოფილა საკმარისი და ორი სოფელი უპირისპირდებოდა სულ ერთმანეთს, ვინც აიღებდა წყალს, ვინც ამოიღებდა წყალს და საბოლოო ჯამში იმდენად მინიმალური იყო ის წყლის დებეტი რომ ორთავე სოფელი აუხედდა ხელისუფლებას ბოლო-ბოლო. ეგ ერთი ამბავი და მეორე პროსო ვის თავში მოიხარშა ის რომ ბავშვთაბაღი აეშენებინათ მეზყულ ზონაში რა. ანუ ეს მე მგონი ამ იმაში კი არ უნდა იყოს, ეგ უნდა იყოს, რა ვიცი, ამბები რომელიც უფრო მაგიური ხო, რაღაცა, არ ვიცი, უფრო მძიმე სექტორში უნდა იყოს ჩემი აზრით ეგ ამბავი, იმიტომ რომ ერთი რო საფრთხე ხო, ანუ ერთი რო რავი ბავშვების საფრთხე ექნება და კიდე კაი არა ბავშვებს არ უშვებს. ხო და კიდე კაი ვიღაცა შკუა ეყო, მეთქი მაგას ვამბობ რა და ესენი რაღაცას იტიპობდნენ ხო რომ სპეტაკი კაცი ამბობს რომ მე ხანძრი არ გვიშვებსო. ხო, ანუ იმან არ შეგვიშვაო, თორე ჩემი ამბავი რო იყოსო, ესე გამოდის ხო მაკედან, ეხა მე ხო არ ვიგონებ თვითონ იძახ. ხედრეზე მოაგვარებ. იმან არ ჩაიბარაო, თორე კაცო, აგერ არ არის ეს ბაღიო. ანუ ტიპები როგორ ფიქრობენ ხო ხტები და მან ეხა მთავარი ამბავი რა არის, იცი რომ ალბათ ვიღაცას მართლა ეყოფა იქ ეხა ნორმალურ საჯარო მოხელეც იქნება ალბათ რაღაცა და ალბათ არც არაზო შეუშვებენ აქ იმედი მაქვს ბავშვებს რა. და გამოვიდა რომ შეიძლება გამოვიყენო. და გამოვიდა ის რომ ვიღაცამ რამდენი მილიონი შეხრა ეს უკვე ცუცქრას აღარაა რა. გადაკეცა. ეს უკვე გადაკეცვა კი. სადღაც გაუშვა 9 მილიონ, რომელსაც ჩაყლაპავს ალბათ ბეწყერი. ხო. გადასანსლავს. ხო და საქმეც რო აღიზრა საძევი და ბაღი და ბეწყერო. სადაა ბაღი? ეს გურული ისა სტილი საუბრის. სადაა ბაღი? სადაა ბაღი? ანუ კითხვით რომ პასუხი. საერთოდ კრიტიკულ ყოველთვის მიკვირდა რომ ხელისუფლება არასდროს
არაზოს 2012 წლის შემდეგ ნელ-ნელა და სულ რაღაც 2019-20 წელში მივიდა იმ დონემდე, რომ საერთოდ ინფორმაციას თუ შეიძლება ასე თქვას არაჭაჭანებდა კრიტიკული მედიის მისამართი. კომენტარები ჯვარი წერია საჯაროდ მოთხოვნ ინფორმაციას არ გაძლევენ. მაგრამ ერთადერთი როცა ხელისუფლება იყო გახსნილი და აბზათი იყო დადგებოდნენ ასე და ერთი სული ხონდა რომ კომენტარი გაიგე ეს იყო სტიქიური მოვლენები იქნებოდა ეს ქარიშხალი თოვლი წყალდიდობა სულ და მე რო დავფიქრდი ძალიან მარტივი ახსნა სტიქიური მოვლენები პირიქით ძალიან დიდი შემოსავლის წყაროა ადგილობრივი ხელისუფლებისათვის ცენტრალური ბიუჯეტიდან მოდის და მოდის რეაბილიტაციო თანხები და მე რაღაცა თქვენ გახრვა ხურხნა აი მიდის მასიური ხურხნა მე რაღაც პერიოდი მე მახსოვს რომ ვიღაცა ზევით მიხვდა რომ ბიჭო ამაში მაგარი ფული იშოვნებაო რა და რაღა ამათ მიცეთ და ვაცხადებიო ტენდერიო ჩვენ გამოვაცხადებთო ტენდერსო რა და ჩვენ შევისყიდით მომსახურებებს რომ ბევრი ესე გაკეთდა რა ანუ იქ ვიღაცა მე ცენტრალურშიც ხურხნა ეს რა ქვია ანუ მასიური ხურხნა მიდის ბიუჯეტის საბიუჯეტო სახსრების და ფულის გათეთრება ფაქტიურად კი საინტერესოა სხვადასხვა არ ვიცი ეგეც და დახურული ინფორმაციაა რომ რა მოხდა თოვლით დაზარალებული ხალხის შემთხვევაში თუ დაკმაყოფილდა ის ადამიანები რომელსაც საუბარი არის ნინოშვილზე შესაძლოა ესეც სტიქიის შედეგად სარეაბილიტაციო თანხების პარკლებში ალბათ ნინოშვილის მაგ მეწყრული ზონა არის და სტიქიამ გარკვეული კვალიტატოა და სასწრაფოდ ბაღის აშენება ხო და ეს ფონდიდან წამოიღეს ეს ფული რა ააშენეს ბაღი ისეთ ადგილას ააშენეს რომ ვერ შეხვალ იმიტომ რომ სტიქია რა მაგრამ ეს ხო და ეს გათეთრების გარდა სხვა პრობლემაა ეს რაღაცა სერიოზული მენტალური პრობლემაა უტყაობის პრობლემაა მეტყვი თქვა უტვინობის პრობლემაა რა ეხა ფული ხო დაიხარჯა იქ ისად კატი მაინც მივიდოდა და ნორმალურ ადგილას დაედოთ რა ვიცი კრუხი დედო კრუხი რა შვება ლანჩხუთის და კრუხი ახლა ამ ამბავს. მაი ვიდა არ ვიცი. ნინო წილოსარი. კრუხი ვიდროაზის ლანჩხუთს. სხვათა შორის ხო, რავი, მაგისი პოზიცია ამაზე არ მომისმენია რა. რაღაცა სისულელებზე აკეთებს ხოლმე, სისულელე კომენტარებს და ახლა შეიძლება არცალია ამ ახლო აღმოსავლეთში დაძაბული მდგომარეობის გამო ლანჩხუთისთვის. ანალიტიკას აკეთებს. აგვარეს პრობლემებს ახლა პაკისტანის თავდაცვის მინისტრი და ნინო წილოსანია ორი შუამავალია ირან ამერიკას შორის. შვედიერი. გადავიდეთ შემდეგ თემაზე და სპორტსი. კი ბატონო. მაგიური რეალიზმის შემდეგი მოკლედ ადვოკატთა ასოციაცია აკურთხეს. რასტინოს ანუ მორიგი ინსტიტუცია არა, მაგრამ მორიგი სერიოზული ორგანიზაცია, რომელიც რეჟიმმა ხელში ჩაიგდო. ეს აქვს ხედველობაში. არა, ლიტერალი აკურთხეს. არა, აკურთხეს, მაგრამ რა მოხდა, იცი? მან ხო ხორცების კანდიდატმა გაიმარჯვა თავმჯდომარე და პირველად გააკეთა რომ ბობიში მივიდა აკურთხეს ოფისი. ანუ ძველი ბოროტი ძალები განდევნა. სიმბოლურად ეგ არის, ხო? ხო, ეგ არის, სავარაუდოდ ეგ არის, რომ იქ რაღაცა ბოროტი ძალები ბოროტი და ბნელი სულები. ბნელი სულები ბუდობდნენ, კი ბატონო, ისე გამოვიდა ამათი საქციელიდან და აკურთხეს, რომ ეს ბოროტი ძალა მოეშორებინათ. რავი, მშვენიერი პირველი ნაბიჯი რეფორმა. ანუ ადვოკატები ახლა კურთხეულები არიან? კი. ადვოკატები აკურთხეს თუ თვითონ შეიძლება. მაინტერესებს მოსამართლეებს რატო არ აკურთხებენ? გაქრებიან. მაგათ რომ წმინდა ის რა ქვია დაკურთხი წყალები ასხა ნაღდი დაიწოვიენ. ცეცხლი გაეკიდებათ პირდაპირ მნიშვნელობით. მოსამართლე რა, რომელია მოსამართლე, მაგრამ რაც არის რაღაცა, რა ვიცი მე რაღაც უცნაური. მანტიით რო ხალხი დადეს. ხო, რაღაცა ის არის, ხო და არა, მაგათთან ახლოსაც რო ილოცო, რაღაცა შეიძლება აორთქდნენ, რაღაც სუდი დაემართოთ, იმიტომ რომ რავი, მოსამართლეების გარდა ყველაფერი არიან რა. შენი ჯერია ბატონო ვლადიმერ სპორტსნე. ეს არის მოულოდნელი სიხარული. მოულოდნელი სიხარული არის პირველი შენთან. აი ეგ არის. ლოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანება. აჰა. ანუ სპორტსნის ნიუს. ლოზურგეთის ეპარქი, ეკადის ტყეპარკი დღეს ფაუნით შეივსო. სპორტულ გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების წარმომადგენელმა ამავდროულად გურიის სამონადირეო ტურიზმისა და მობინადრეთა კლუბის
პრეზიდენტმა ერმოგენ კომახიძემ ხო, რა ხელა თანამდებობი გონია. 100 სხვაობა. ქველმოქმედი ადამიანების დახმარებით და ჩვენი გაერთიანების ხარდაჭერით ეკადიის ტყე-პარკი საჭირო ფრინველებით შეავსო. ათეულობით ციცარმა ბინა მონასტრის ეზოში დაიდო, რომელიც ტყე-პარკის ტერიტორიაზეა. მამა ნოესთან და ერმოგენ კომახიძესთან ერთად ტყე-პარკის საჭირო ფრინველებით შევსების პროცესში ჩართულები იყვნენ. სპორტულ გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის მოადგილე ვახტანგ მელუა და სპორტული სექციის ხელმძღვანელის მოადგილე ჯუანშერ გორდელაძე. გარემოზე ზრუნვა ჩვენი მოვალეობაა. მოადგილეები, დირექტორები რატო არ იყო, მაგრამ ადრე ეთყობა ეს გამოძახილი არის, აი კარგი მაგალითი გადამდებიაო. გარემოს დაცვამ რომ მაგ ხოხბები გააფრინა გახსოვთ. და ის ხოხბები ახლა სათფრინავენ გაწვარեց ეს ხო? არსად არ ფრინავენ, დიდი ეჭვი მაქვს, მაგრამ უკვე ვინმე გახურხნა. ვარლა ჩახოხბილი ვირთვა? კი. სამწუხაროდ და ან შეიძლება ციცარი ახლა მე რაღაცა მისი ინფრასტრუქტურა ახოხბების და ციცარი სადაც არის ქვეწარმომლებისგან იცავს და 1000 უბედურებისგან ციცარი ძალიან კარგი და სასარგებლო ფრინველია. შვენიერი. ეკადის ტყე-პარკისთვის ყოფილა მიზანი. ფაუნით შეივსო რა, პირდაპირ რომ ჩიტები შეივსო ფრინველებითო რომ დაეწერათ. რავი, ეს ის არის მაგათის სტატუსია Facebook-ზე? თუ ნიუსი იყო სადო? იყო Facebook-ზე. აჰა, ოკეი, შვენიერი რა. რავი, კაია, მე მაგალითად მოხარული ვარ, იმიტომ რომ ჩემთან ახლოა ეგ ტყე-პარკი და ციცარის კვერცხის სხვადასხვა აღდგომა მოდის ეხა და მაგარია რა. და ყველას გაუტეხავ. შენ ხოხობი გასინჯული გაქვს. არა, ესიც დაჭავი უნდა მქონდეს ხოხობი, მაგრამ არავის არ მოუდანია. რა ვქნა? ეკადის ტაძარი ამაღლობას ლიდერობს. ან შეგვიძლია. კაროჩე, ხო, ანუ ეკადიელებთან კვერცხის, რა ქვია, მტეხლაობა არავინ არ გავედოს, თორე ციცრის კვერცხებით იქნებია და ყველას გაუტეხავენ რა. მე იმედი მაქვს როგორც მეზობელი. მადლობა ერმოგენ კომახიძეს. კი, შვენიერი. ოღონდ ეს კომახიძეა და კომახიძეში არ შეგვეშალოს. ნუ ის შესაბამისად იმიტომ ცოტა დაბალი რანგის, თორე კომახიძე რომ იყოს. უფრო წინ იქნებოდა. საჭირო ფრინველებით შეივსო. საჭირო. აუ, კაი რა იქნება, იცი? ერმოგენ კომახიძე, რო ეკადის ტყე-პარკში თვითონ იგანი კომახიძე. როგორც ციცარიან და შვენიერი. კაი, ჩემი არა, ჯერია. ციცარი და მამალინდაურიან რა. ჩემი ჯერი აქვს ყორცნი. აუ გეუნები რა, მაგიურ რეალიზმს დაგვეჩაგრა ჩვენ. აღარ არის ეს მაგიურ რეალიზმი, ამიტომ გადავდივარ შემდეგზე და შემდეგი უწევს რომ არ გეწყინება ამბები რა. ხო. რომ არ გეწყინება აგერა. მოჯობია გამჭვირვალე ნეპოტიზმი. რომ არ გეწყინება ისე დანაშაული კაცო ამბები კი არა. ბრალი წარდგენილი მაინც რა ხდება? ესე იგი ხულოს მერის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი რა ამბობს. ბრალი წარდგენილი მაქვს გურგილობის მუხლით, მაგრამ მე ხვალ მაინც მივდივარ სამსახურში, ჯერ დაკავებული არ ვარ. ვაშკაცია ძმა. ხია ვაშკაცი, მაგრამ ამბობს რომ არ ვარ გულგრილიო. არა, ჯერ დაკავებული არ ვარო, თორე გულგრილი არ ვარო, არ ვთქვა. არა. თანამდებობის მიმართ არ ვარ გულგრილიო და ამიტომ ვერ ტოვებს. თანამდებობა მოსწონს, უყვარს, გაითავისა. ხო, მაგრამ არ ეთმობა. ხო, მაგრამ შეხედე, აი უყურე მაგალითად. ნახე, რავი, როცა დამნაშავი არ ხარ და საქმეა შენ წინააღმდეგ აღძრული პირველი რა სიტყვირო? არაფერი დანაშაული არ მიმიძღვისო, ხო? თორე დაჭერილი არა ვარო, ხო არის ველოდები გამოძიებას. ხო, არ რაღაცა. ან გამოძიებამდე შევიჩერებ უფლებამოსილებას. ხო, ან რაღაც გამოძიება გასცემს ყველაფერს პასუხს, იმიტომ რომ რავი, სისტემის ნაწილია. 1000 ტრაფარეტული ფრაზაა. შვენიერი შეიძლება გამოიყენო. სამსახურში მივდივარ, ჯერ არ ვარ დაკავებული. ეს ნიშნავს, რომ ესე იგი დაშვებას აკეთებ და დააგავებენ. შესაბამისად რაღაც მომენტში დაუშვა ისიც რომ ის დანაშაული ჩადენილი აქვს რასაც დედავებია. ნეპოტიზმის შედეგია ეს კაცი ვატყობ ახლა მე. ნუ ნეპოტიზმი ამათი ხელწერაა ეხლა ეგ საერთოდ ისეთი ამბავია რა. რაც არ უჭირთ ნეპოტიზმია. ხურხურა და ნეპოტიზმი რა. მოკლედ ხულოშიც მშვენივრად კარგად არის ამბები როგორც ვატყობ. აფერს რომ არ აშავებს იმპერიამდელია? უმნიშვნელო. უმნიშვნელო ეძახე და მთელი ბურწელიაც.
არავის რომ არ ატარდებს ისეთი ამბები. ხო. აუდიტმა 2022 წლიდან 2024 წლის პირველი 6 თვის ჩათვლით პერიოდში შეისწავლა ოზურგეთის მერიის საქმიანობა. ხო. და გამოავლინა სისტემური ხარვეზები. როგორც გვერდზე გამოქვეყნებულ, როგორც აუდიტის გვერდზე ოფიციალურ სახელმწიფო აუდიტის გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას ვკითხულობთ, აუდიტის შედეგად გამოავლინა შემდეგი მიგნებები. ფინანსური რესურსების მართვის ხარვეზები, დაზიანებული ინფრასტრუქტურული პროექტები, გამოუყენებელი საპროექტო დოკუმენტაცია, საპროექტო სახარჯაყრიტო დოკუმენტაციის ნაკლოვანებები, სტიქიის სალიკვიდაციოდ განხორციელებული არაეფექტიანი ღონისძიებები, ქონების მართვასა და განკარგვაში არსებული ხარვეზები, წარმომადგენლობითი აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება, ავტოპარკის მართვის ხარვეზები, IP-ების საქმიანობაში არსებული ხარვეზები, საბიუჯეტო ხარვეზები. 10 პუნქტიანი გეგმა ჩამოაყალიბა. ესე ლავრენტი ბეგოას 8 პუნქტიან გეგმას აუდიტმა უპასუხა 10 პუნქტიანი გეგმით. ბიჭო, რა დარჩა რა? შეხარვეზე რამე დარჩა? არაფერი, ესე კატასტროფა, სრული კატასტროფა. არა, მე მგონი ეს რომ დეტალურად გაანალიზოთ, რა ვიცი, აბა, შეიძლება ჰიჩკოკად გადაიქცე კაცი. ისეთი ამბებია და დაზიანებული რა მაინდა ტრაფარეტული შეკითხვა უნდა დასვა. ხო. პასუხისმგებლობას ვინ იღებს ამაზე? ბატონი ბიძინა. რა ვიცი მე. კორუმპირებულები, ყველა ის სახელმწიფო მოხელეები არ არიან დღესაც, ვინც მაგ დროს იყო. ანუ ეხ მეორე წინადადება აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩემი აზრით რა. ან ცოტა მე ვერ ხვდები. დაზიანებული ინფრასტრუქტურული პროექტები რას ნიშნავს? ანუ პროექტი მიმდინარეობდა, სანამ დასრულდა უკვე დაზიანდა? ალბათ იყო მთელი რიგი პროექტები, რომლისარეაბილიტაციოდ გამოიყო თანხები და მოხდა რეაბილიტაცია და არის მთელი რიგი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლის მოხდა აღშენება ობიექტის, მაგრამ მოხდა შეკეთებაც. მაგრამ დაზიანებული ინფრასტრუქტურული პროექტები რას ნიშნავს? დაზიანებული ალბათ ინფრასტრუქტურა და პროექტი. მე ესე ვიგებ ამას, რომ დაზიანებული ინფრასტრუქტურის პროექტი, მაგალითად სიტყვაზე ვთქვათ, იყო სოფელ ოზურგეთში კულტურის ცენტრის მშენებლობა. მაგრამ ბაღის მშენებლობა, ახალი ბაღის მშენებლობა არის ინფრასტრუქტურული პროექტი. ალბათ ინტერპრეტირებაზე გვიშვებს ახლა აუდიტის. ხო. ნუ გამოუყენებელი საპროექტო დოკუმენტაციებიც საინტერესო ამბავია, იმიტომ რომ ამაში რავი 10,000-ობით ლარი იხარჯება პროექტის გაკეთებაში. კი და მე 10,000-ობით ლარი ამ კაცმა აიღო აგერ ბოლქვაზე მე 300,000 ლარი და გაარემონტა ბენზინგასამართი სადგური ნატანებში. ამ პროექტებით გამოუყენებელი ვის პროექტებს ცალკე ოზურგეთის მერიამ პირველივე წელს 2022 წელს გამოაცხადა ტენდერი 300,000 ლარზე ინფრასტრუქტურული პროექტების შემუშავებისათვის ხარჯსაღრიცხვისათვის და ეს მოიგო ოზურგეთის მერიის მოადგილეებმა. შვენიერი. და 300,000 ლარი და სინამდვილეში რა ხდებოდა ბატონო ოთარ ინფრასტრუქტურულ პროექტს როცა ახორციელებდა მერია, მაგალითად კორტების პროექტი წამოიღენ სიტყვაზე თქვა წალკიდან და გააკეთენ. იმის ბაგის პროექტი საცხაებო იმიდან ჩოხატაურიდან იმიდან ჩხოროწყუდან იმიდან და ასე კაპიკი არ დახარჯულა 300,000 ლარი გაათეთრთა სინამდვილეში. გადაიკეცა, გაიხურხნა. ხო და ერთადერთი ახლა ერთ-ერთი ვიცი მე რო გაკეთდა ნატანების ბენზინგასამართი სადგური, რომელიც ბოლქვაძის საკუთრებაშია ვიცე-მერის. შვენიერი, რაჯობია. თუ თქვენ ფოთისკენ წახვალთ ან ურეკისკენ ან შეკვეთილისკენ, ან ღმერთი გაგიწყრებათ და ნატანებში, იქ აღმოაჩენთ რომ ძალიან თანამედროვე ევრორემონტი არის ბენზინგასამართ სადგურში. დავაკვირდები აუცილებლად. აი, შეკითხვა აღარ გაგიშთებათ, მე ეს ნიშნავს. ყველაფერი დალაგდება, ხო? კი. შვენიერი. სწორსლი ვლადიმერ. რა არის ეს? მოულოდნელი სიხარული. პირველ შესკენ. მოულოდნელი სიხარული მომეცი? აბა გაგვახარეთ. აუ ამარა ნაირად მახარო სოზარ სუბარი არის ეგრევე რა. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარტია ძალზის ხალის დეპუტატმა სოზარ სუბარმა გუბერნატორის ინსტიტუტის გაუქმების ინიციატივა დააყენა. ვაშე გენაცვალე. მისი განცხადებით აღნიშნული ინსტიტუტი მოძველებულია და გადაწყვეტილების მიღების პროცესს ზედმეტი ბიუროკრატიული რგოლები ანელებს. შვენიერი. ეხლა ეს იდეა დეცენტრალიზაციის, ბევრ ოპოზიციის შემადგენლობაში მყოფი პოლიტიკური პარტიის დოქტრინებში შედის გუბერნატორის ინსტიტუტის გაუქმება. ერთი ფაქტურად სოზარი თავისი განცხადებით
თავისი ბექგრაუნდიდან და კონტესტიდან გამომდინარე, საერთოდ არ მინდა ეს სიტყვა ვიხმარო, არ მიყვარს, მაგრამ აფარჩაკებს ამ მიდგომას და ამ იდეას მე ვფიქრობ ასე. მე პირიქით მე მგონია რომ ქოცების აზრი გააჟღერა ეხლა რა პროსტა ამას გააჟღერები ეს არა მგონია მე ვფიქრობ რომ პირიქით მოკლა რა ქოცების აზრი რომ გაეჟღერებინ ამას რაღაცა მოყვებოდა ხო გაიხანია გაჩერდა არაფერი არ მოყვა პირიქით გააბანცა მაგე მიმართულება რა ხო მაგრამ იდეაში ფული უჭირთ რა საბოლოო ჯამში ეკონომიკას პრობლემები აქვს და რაღაცები გუბერნატორის ამათი შეკ მართვა ხომ ყველაფერი აგებულია იმასე ადამიანების დამონებაზე და მორჩილებაზე და აი როგორც იკითხოდა ერთი ჩემი მეზობელი ამბაკო ჯიხში უნდა ყავდეს ჯიხში ხალხიო ხო აი ჯიხში რომ ხალხი ყავდეს გუბერნიის ინსტიტუტი ამისთვის აუცილებელია ხო მაგრამ აი ჯიხში მერი ყავს კაცო და რაღაც უნდა ჯიხში ახლა მერი რომ ყავს ახლა რა ხდება იცით ორი ჯიხია მერი რომ ყავს შეიძლება მერი რაღაც სიტუაციაში აიკვაჭოს რა ამ ჩოხადაურის მაგალითი ხო მაგრამ მერს ვერ გამოცლი უცბად ხო მაგრამ აი ჩოხადაურის გუბერნატორი თუ აიკვაჭა გუბერნატორს გამოცვლი უცებ გამიგე ამიტომ ალტერნატივა მერს უნდა კონდეს რომ მაგალითად ვიღაცა სიტყვაზე ვთქვათ ახლა ვიღაცა სოფელში ხო ორი დიდი დაჯგუფება მშვიდობაურში რომელსაც უნდა მაგალითად სოფლის გამგებლობა ხო და მერთმა გაარკვია მერთან აი მეორე ნაწილი რომელიც დარჩა ხახამშრალი თუ პირშიშალა გამოვლებული ოპოზიციასთან ხომ უნდა წავიდეს სწავლა გუბერნატორთან აჰა გავიგე ანუ არ უნდა დაიკარგოს არც ერთი ნაჭერი არც ერთი წრე არც ერთი მიმდინარეობა სოფლის დონეზეც კი ამას გულისხმობ ძალიან გვიანურად მოქმედებენ რა რას მე რუსული სცენარით მოქმედებენ პლეიბუქი პუტინს ახლა 7 პარტია რო ყავს 4 პარტია დუმაში 4-ვე პუტინურია ხო და ვიღაცა იფიქრებს რატო ეს 4 ერთი იყოს და იმიტომ უნდა იგივე სოზარას ამბავი რა იგივეა მაგე ხალხის ძალაც იგივეა მე ძალიან ზედაპირულად შემაწყალო მე ძალიან პრაქტიკულ რაღაცაში წდება გული რომ ამ გაუქმებასთან ჩვენ ამ რაღაცა ჩვენი გადაცემის ამბავში მე რომ ვიკვლევ გვერდზე და ვათვალიერე საერთოდაც არ მინდა რომ გულის თვალის ფეისბუქზე ერთად ეთება და გაუქმებული ხო და მაქიდა მოგვაკლდება რაღაცა მე საფუძვლიანი მსჯელობა ამ თემებზე არ მინახავს, იმიტომ რომ მე ჩვენ ისე დონეზე ვართ ოთარი დღეს რომ მე ჩვენ ამისთვის სამწუხაროდ არ გვსწავლია. ჩვენ ვიბრძვით ტროტუარზე დაიჭიროს, რატომ უნდა დაიჭირო ადამიანი? ანუ ჩვენ აი ავიღოთ სკოლა, ავიღოთ მათემატიკა, ან ავიღოთ დედაენა. ჩვენ ჯერ აიას ვერ გავშორდით. ან დაუბრუნდით, ან 2+2. და თუ დააკვირდები ამ ბოლო დროს ისევ დაიწყო ეხა ეს ადამიანებს აი ბოლო რამდენიმე დღეებია ნახავდი რომ ტროტუარზე დგომის გამო აკავებენ გოგოებს, ბიჭებს, რა ვიცი ადამიანებს. საშინელებები ხდება აქვე რამდენიმე დღის წინ ელენეს მიუსაჯეს, საერთოდ რა ვიცი აი მართლა საგიჟეში ცხოვრობთ მე მგონი რა რომ აი ეს რაღაცა არ ვიცი რის გამო რომ თვითონ ბრალში წერია რომ 500 რაღაცა ლარისო ქონება დააზიანაო და წელიწადიდან 8 თვე მიუსაჯეს მაგის გამო 4 შვილის დედას რომელმაც საპროტ თავისი გამოხატვის თავისუფლებით ისარგებლა და დაწერა ის რაც დაწერა რა და ეგ არის აქედან სოლიდარობა ისე სინდისის პატიმარს ყველა სინდისის პატიმარს სოლიდარობა ელენეს და რავი ხო ეგ არის თორე მეც გეთანხმები ეხა რა ეს თან ეს ხო ძალიან ზედაპირული მსჯელობა რომ ის გავაუქმოთ ეს გავაუქმოთ მეც გეთანხმები რომ გასაუქმებელია საერთოდ არაფერს საჭირო რგოლი არა არაფერი ფუნქცია მოვალეობა არა გუბერნიას რა რეალურად რა მიდი არგია, ესე იგი შემდეგი არის კი ჩამოვარდა, მაგრამ დავინახე სადაც მოხდა, ეს არის გამჭვირვალე ნეპოტიზმი. გამჭვირვალე ნეპოტიზმი უკვე საინტერესოა ჩემი აზრით რა. ესე იგი საუბარი არის ოზურგეთის წუწნავა სახელობის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის. ხო. რა არის იცით ახლა ეს არის ძალიან ეს უმადურობა რა. ხო. სამხატვრო ხელმძღვანელზე პირდაპირ იწყება ვასილ ჩიგოგიძის. უნდა დაიწეროს სამხატვრო ხელმძღვანელის მისი ყოვლად მაღალ და ასე რეგალიები ბევრი აქვს და სამხატვრო ხელმძღვანელის ვასილ ჩიგოგიძის მოადგილედ მარიამ გელაშვილი დაინიშნა. ის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის ბეხა ჩხიკვიშვილის მეუღლეა. შვედია. ოზურგეთის 3 წლის განმავლობაში ცხოვრობდა ასევე წლებია მაქვს მენეჯერის კუთხით გამოცდილება, ამიტომ მოხდა ბატონ ვასოსგან შემოთავაზება.
მომხდარიყო ჩემი დანიშნვა თეატრში და არა იმიტომ რომ ვარ ბეკა ჭყიგვიშვილის მეუღლე. ასევე მინდა აღვნიშნო რომ თეატრი არის კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში. განგვიმარდა მარიამ გელაშვილმა. აქ რა შემიძლია? აქ ორი ამბავია მეორეც არის. სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ახალი ხელმძღვანელი ლანა თოდუა ყავს. ლანა თოდუა მაკაჭყონიას ადგილმონაცვლეა, რომელსაც თანამდებობა ახალი მერის პატაკუნჯულიას გადაწყვეტილი ბოლოს დატოვა. ცნობისათვის ლანა თოდუა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გენო მურჩილაძის მეუღლეა. აი რამხელა პოლიტიკურად გამჭრე ახები იყვნენ ჩვენი წინაპრები. რომ ესე იგი მართლმადიდებლობა ხომ მრავალწლიანობას გრძალავს და ესენი რომ მართლმადიდებლები არიან, ჭეშმარიტი მართლმადიდებლები და მხოლოდ ერთი ცოლი რო ყავთ. წარმოიდგინე ახლა ჩვენი საჯარო მოხელეები რომ მუსლიმები იყვნენ და მრავალწლიანები. ხომ საერთოდ ხახამშრალი დარჩებოდა მოსახლეობა. ვერავინ ვერ ეხისებოდა ვერსად დანიშნვას. მე ავაზე ერთი ძველი ამბავი გამახსენდა რა, ქობულეთის მუნიციპალიტეტში იყო მსგავსი რა, ტენდერი მისცა სიძეს და რომელიღაც ტელევიზია უყურებდა. ჩემ სიძეს მივცემდი, აბა შენ სიძეს ხო არ მივცემდიო? რავი რა, ქართულ ჯიგრულ პონში აღიარა რა. რაღაცას გეტყვით გურულ მენტალიტეტზე. გურულებისთვის საერთოდ გადამწყვეტი არის პირველი ეფექტი. მაგალითად თუ გურული ჩათვლის რომ რაღაცა ისე იზამ რომ ჭკვიანი ხარ, რაც არ უნდა იდიოტობა და სისულელე გააკეთო, გურული იტყვის რომ ბიჭო ამ ჭკვიან კაცს აი რაფერ დაემართა ხო? ხო, მაგრამ თუ გურული ჩათვლის პირველი ეფექტით, რომ შენ აბდალი ხარ, ხო, რაც არ უნდა გენიოსური თქვან გააკეთო, იტყვიან ბიჭო ამ აბდალს თუ ხედავ, შენ რა ბიჭკვიანურად ლაპარაკობ. ხო და აქედან გამომდინარე ხალხო ბავშვებო გირჩევთ პირველ ეფექტს როგორ შეხვართ ოზურგეთის საზოგადოებაში როგორ შეხვართ როგორ წარსდგებით გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს უბრალოდ იმის თქვა გვინდოდა რომ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ამბები ხდება და არ არის აუცილებელი რომ ეს იყოს ოფიციალური მოგწერეთ რა ხდება თქვენს ირგვლივ გავხადოთ საჯარო ყველაფერი ის რასაც თქვენ თვლით რომ ვიღაცა მაინც უნდა იცოდეს თქვენს გარდა და რაღაცა მაინც ხდება თქვენს გვერდით ისეთი რაც შეიძლება საზოგადოებრივი ინტერესი მასზე მაღალი იყოს და ერთად განვიხილოთ და ჩავაანალიზოთ აქვე გამოგვიწერეთ ჩვენი YouTube არხი სტუდია ანტიბიოტიკი და გამოგვყევით Facebook გვერდზე სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის მადლობა ვლადიმერ მადლობა ოთარ და მადლობა ხმას მადლობა ბატონო ხმა რა თქმა უნდა მაყურებელს მადლობა